ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და უთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართო მასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ. მე ნინო ვარ, მეუნარგია საზოგადოებისთვის ცნობილია. რამდენიმე დღის წინ ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა სკოლა ბაღ სადუნში. ნაცემია აუტისტური სპექტრის მქონე 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძე. არსებობს სხვადასხვა ვერსია. პროკურატურა იძიებს საქმეს. დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან გაბრიელის დედა თამარი არაჯული და უფლებადამცველი ანა დოლიძე. შეგახსენებთ, ჩვენი საკონტაქტო ნომრებია 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გააქტიურდეთ სოციალურ ქსელში, მოგწერეთ ჩვენ აქ ვართ რადიო იმედი. ქალბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებით. მართალია ძალიან მძიმე საუბარი გველოდება წინ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ 4 წლის გაბრიელი ნაცემია. მე აღნიშნე ის, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსია. თუმცა დირექტორი უარყოფს იმას, რომ ბავშვი ნაცემია აღზრდელის მიერ. უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს ქალბატონ თამარ, როგორ გრძნობს თავს დღეს გაბრიელი, იმიტომ რომ მან მიიღო როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფსიქოლოგიური ტრავმა. გამარჯობა, დიდი მადლობა გულთან ახლოს მიტანისთვის. გაბრიელის ამბის, გაბრიელზე მუშაობს მთელი ოჯახი, მისი ფსიქოლოგი და შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. რა მოხდა თქვენი აზრით? ვინ სცემა გაბრიელი? არსებობს სხვადასხვა ვერსია, როგორც მე აღნიშნე. მე დაზუსტებით ამას ვერ გეტყვით, ვინ სცემა გაბრიელი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გაბრიელს არ ყავდა პატრონი იმ დღეს ბაღში. დირექტორმა აღნიშნა, რომ და გააჟღერა, აღზრდელი არაფერ შუაში არ არის, მაგრამ საქმე ის არის, რომ როდესაც ბაღში ხდება ასეთი რამ, რასაკვირველია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს ბაღი, იღებს დირექცია, პედაგოგები. და საინტერესოა მშობლების დამოკიდებულება. გადაცემამდე საუბრისას თქვენ ბრძანეთ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება და მშობლების დამოკიდებულება ძალიან არაერთგვაროვანია. რასაკვირველია ნაწილი გითან აბზნობთ, ნაწილმა გულთან ახლოს მიიტანა, მაგრამ ნაწილი პირიქით ძალიან აგრესიული გახდა. თქვენ ისიც ბრძანეთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა მშობელმა მოგაყენათ შეურაცხყოფა და რეალურად რა ხდება? მე მინდა რომ ეს ყველაფერი გააჟღეროთ თქვენ. იცით რა, 2 კვირის განმავლობაში ხდებოდა გაბრიელის, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების გამოაშკარავება, რომ გაბრიელი იყო ავადმყოფი, ანუ ხდებოდნენ პედაგოგები მშობლებთან ერთად, აქტიურობდნენ იმაზე, რომ ალბათ გაეგდოთ ბავშვი, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ მე ბავშვი ძალით არ მიმიყვანია იმ ბაღში. მე ვთხოვე კიდევაც, რომ იქნებ სპეცპედაგოგი მომეყვანა, ფსიქოლოგი ჩარეულიყო, რადგან ქალბატონმა მარინამ უარი განაცხადა, რომ მიხედავდა ამას ყველაფერს, უთხარი რომ ამას ყველაფერს აკეთებდა ძიძა და იქნება რაღაც ზომები მიეღო, ეს ხდება 25 რიცხვში და პასუხი იყო ესეთი, რომ ძიძას ქონდა ოჯახური მძიმე პირობები და ამისგან ხდებოდა ყველაფერი და მიხედავდა აუცილებლად. ეს ხდება 25 რიცხვში, 26-ში ხდება უკვე ის, რაც მოხდა. იცით რა, ხაზს უსვამენ ბავშვის ამ დიაგნოზს აუტიზმს, მაგრამ ვერ ხვდებიან რას ლაპარაკობენ, იმიტომ რომ გაბრიელს ჰქონდა აუტიზმი და არ დაუშავებია იქ არც ერთი ბავშვი. ეხლა კბენას თუ არ ჩავთვლით, რასაც აჟღერებს ქალბატონი მარინა, რომ ცნობა აქვს, რომ ბავშვმა ბავშვს უკბინა. მე არ ვიცი ვინ ვის უკბინა და ეგეც ერთი კიდე ცუდი ფაქტი, რომ საშინელება ხდებოდა ჯგუფში და ბავშვებს არ ყავდათ პედაგოგი, ვიღაცას კბენდა, ვიღაცა მაისურს ახევდა, ვიღაცას სამჯერ უმოწყალოდ ურტყავდა და ვერავინ ვერ იგებდა ამას, მაგრამ იცით რა, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ ამაზე, თუ გაბრიელს ჰქონდა აუტიზმი, რა შუაშია გაბრიელის აუტიზმი, გაბრიელიც სცემა სულ სხვა ბავშვმა, ხო? როგორც ლაპარაკობენ. მაშინ გამოიკვლიონ იმ ბავშვის ან იმ ადამიანის მდგომარეობა, ვინც სცემა ჩემი შვილი, ხო? და არა გაბრიელმა. მე მყავს კიდევ პატარა და მყავდა იგივე ბაღში. ანალოგიურ მდგომარეობაში, რომ მე ნახა ჩემი შვილი,
მოვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცევი ახლა. მე მგონი გაბრიელის აუტიზმი ამ შემთხვევასთან არაფერ შუაში არ არის, მე ესე ვფიქრობ. დიახ, ფაქტი ის არის, რომ ბავშვი ნაცემია, მაგრამ მართლა რა მნიშვნელობა აქვს ეს ბავშვი დაუშვათ აუტისტური სპექტრის მქონეა თუ არა. იმიტომ რომ როდესაც მშობელს ბავშვი მიყავს ბაღში ჯანმრთელი, ასევე ჯანმრთელი უნდა გამოიყვანოს ბაღიდან და ქალბატონო ანა, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რა ხდება საზოგადოებაში? ხაზი მინდა გაუსვათ იმას, გასაგებია პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს და დაიდება რეალური დასკვნა თუ რა მოხდა, ხო? ნუ ფაქტი შემზარავია, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება არის არაერთგვაროვანი. მოგესალმებით, საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემებში წამყვანია. და როგორც თქვით, სამწუხაროდ გეთანხმებით, რომ საზოგადოება ასეთ თემებში, ანუ განსხვავებული ადამიანების მიმართ საკითხებში არის საკმაოდ სასტიკი. და ეს არის მთავარი ტრაგედია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა გამოძიებული იქნება, სიმართლეს გავიგებთ და შესაბამისი პირები პასუხს ააგებენ, ან ორგანიზაციები, ნახოთ, დაველოდოთ, მაგრამ ამით პრობლემა არ გადაიჭრება, ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად. საზოგადოება ადრესატი ამ შემთხვევაში, ვიდრე უფრო მეტად, ვიდრე ის კონკრეტული ბაღი, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოების სტერეოტიპებს და არასამართლიან მოთხოვნებს უმოქმედოდ ემორჩილება. აქ იყო გაჟღერებული ის, რომ რამდენიმე დღით ადრე მცდელობა იყო ადმინისტრაციასთან დალაპარაკების. როგორი გარემო იყო იმ პერიოდში ბაღში შექმნილი, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ანუ ეს არ მომხდარა უცებ და ეხა ყველას უკვირს უიმე რა მოხდა. არა, წინა პერიოდში მთელი კვირის განმავლობაში ფაქტობრივად და ესე ვთქვათ მტრული გარემო იქნებოდა ბავშვის ირგვლივ. და ეს მიბმული იყო მის შეზღუდულ შესაძლებლობასთან. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული მოპყრობა იყო დისკრიმინაციული. მშობლები ითხოვდნენ, რომ ბავშვს დაეტოვებინა ბაღი. მშობლები მოთხოვნის გარდა კიდევ უფრო ცუდ საქციელსაც ჩადიოდნენ. იქ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, იყო ფიზიკური შეხება და ასე შემდეგ. მაგრამ რა შვება ამ დროს ადმინისტრაცია, რომელმაც იცის, რომ ეს უბრალოდ მინიმუმ უნდა შეაჩეროს ესეთი მცდელობა და თვითონ უნდა იყოს არბიტრის როლში იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზიანდეს. ესეც ველი ახალ მოგესალმებით. გამარჯობა. ეს საინტერესოა, ხათაშორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ახლა ვისაც კავშირი აქვს ბავშვები, ვისაც ყავს კარგად იციან, საბავშვო ბაღში ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ნიანგში ეწერა ბავშვს რო ჯერ ერთი ყური ქონდა გაზრდილი და მეორე დღეს მეორეზე გაუსწორეს. ესე იგი აუწიეს, ესეთი პედაგოგები არიან, რომ ღმერთმა დაიფაროს ყველა მთელ მსოფლიოში. ხო და ეს ახალი ამბავი არ არის. ეს რატომღაც გახმაურდა, თორემ მაგისანა ყოველ წუთში ხდება ყველა საბავშვო ბაღებში. შემთხვევით არ იყო, რომ 86 წელს მწერალთა კავშირის ხილობაზე ქართული ხალხი ავადმყოფერად რო გამოაცხადეს, ეს შემთხვევითი არ იყო. და სხვათა შორის ავლიპი ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ საშუალებას არ გვაძლევენო, უფლებას არ გვაძლევენო, აღრიცხვაზე ავიყვანოთ ეს ფსიქიურად დაავადებულები, რადგან კომუნიზმის მშენებელი ხალხი არ შეიძლება, რომ ფსიქიურად დაავადებული იყოსო. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო ზარისთვის და ძალიან სწორად ბრძანა მსმენელმა, რომ აქ მართლა ეს ფაქტები ხშირად ფიქსირდებოდა კიდევაც და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ აქ არაფერ შუაში არ არის ის, რომ ბავშვი არის აუტისტური სპექტრის მქონე. ეს ნებისმიერ ბავშვს შეიძლება დაემართოს. ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდეთ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მე დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად, შეგახსენებთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არიან გაბრიელ ნიშნიანიძის დედა თამარ იარაჯული და უფლებადამცველი ანა აბაშიძე. ჩვენ საუბრობთ იმ ფაქტზე, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა დიდუბეში არსებულ სკოლა ბაღ სადუნში. ქალბატონ თამარ, საზოგადოება მედიის საშუალებით იხილა პედაგოგი ბაღის, იხილა სკოლის ბაღის დირექტორი, თუმცა აღმზრდელი არსად არ ჩანს. ანუ მე მაინტერესებს საერთოდ აღმზრდელი რა კომენტარს აკეთებს ამის შესახებ, მისი დამოკიდებულება როგორია, თუ ის არაფერ შუაში არ არის, რატომ არ გააკეთა განცხადება?
მე რამდენადაც ჟურნალისტებისგან ვიცი, ბევრჯერ ეცადნენ დაკავშირებას, ვერანაირად ვერ უკავშირდებიან. მე ქალბატონმა მარინამ ესეთი რამ თქვა, რომ არის ცუდ მდგომარეობაში ამ ყველაფრის შემდეგ. იცით რა, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენი ეთერის საშუალებით ბაღს, რომელშიც ერთი წელი დამყავდა ბავშვი ქალბატონ თამუნას და ქალბატონ ლიკას. იმიტომ რომ ბავშვს, იცით რა, მე უკეთესის ძიებაში უარესი გავუკეთე ბავშვს და ალბათ ჩემი დანაშაულიც არის ეს, რომ ვერ შევაფასე იმ პედაგოგების ის ბავშვთან მთელი წლის განმავლობაში არ ქონიათ არანაირი პრობლემა. ისინი ყოფილან მართლა დედები და პედაგოგები. ბავშვს ყინვაშიც კი აივანზე უციებდნენ, საჭმელს ისე უფრთხილდებოდნენ, თითქმის ხელის გულზე დაყავდათ. რაც შეეხება ამ ძიძას, რა ვიცი, ეს უნდა ნახოთ. და ძალიან მინდოდა, რომ ტელევიზიის საშუალებით ან რამე საშუალებით ხალხს ენახა ვიზე მაქვს ლაპარაკი, ანუ აგრესია რაღაც ნაწილ საზოგადოების გონიათ, რომ მაქვს ეს ყველაფერი გამოწვეულია მხოლოდ ამ დაზიანებების გამო. ეს გამოწვეულია იმ ორი კვირის ლაპარაკების, მაისურის, ამ ქალბატონის ქცევის გამო, მე იმის გამო რომ ჩავედი და უთხარი რომ იქნებ შეეცვალა ძიძა და ძალიან მანერვიულებს ის საკითხი რომ მართლა ხომ არ არის დიდი ხელით შეხებული ბავშვს, იმიტომ რომ 25-ში აი ეს მაშინებს თვითონ ეს რომ 25-ში საყვედური ვთქვი, მხდება ძიძა და მეუბნება რომ იცი რა, თქვენს გამო მივიღე მე ძალიან დიდი საყვედურები და 26-ში ბავშვს შეემთხვა ეს. თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება შურისძიებაც იყო ბავშვზე? იცით რა, არ მინდა მე დავასწრო გამოძიებას რა იყო, როგორ იყო, მინდა არც მინდა ვიღაცას ხელი უდანაშაულოს დავადო, მირჩევნია ეს გამოძიება თქვა თუ ვინ და რა იყო, მაგრამ ფაქტი რაც იყო, ვერ იტანდნენ ბავშვს, ვერ იტანენ ამ ბავშვებს. მე ეს დავინახე ამ ბაღში. აქამდე არ მქონდა ეს დანახული, იმიტომ რომ სადაც დამყავდა ბავშვი, იქ ექცეოდნენ. იქ არც ერთმა მშობელმა არ იცოდა, რომ გაბრიელს ჰქონდა აუტიზმი. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ვიტყვით ჩვენ, რომ ესე იგი აგრესიული არ იყო გაბრიელი. არა, რას ლაპარაკობთ? ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ გაბრიელი იყო უმოქმედო, ვერ დადიოდა, ვერ დარბოდა, ვთქვათ თუ ბავშვი ჩაარტყავდა, პასუხს არ გაცემდა და ანგელოზი იყო და ჩვეულებრივად რეაგირებდა. ბავშვს მეტყოლებას დაწყებული აქვს, თუ რაღაცა ვთქვათ ჭირდება წყალი ან ჭამა ან რაღაცა, ერთი სიტყვით გაგებინებს, ანუ ძალიან ადვილი სამუშაო ბავშვია, მაგრამ ეხლა თუ ესე ცემდნენ უკაცრავად ამ სიტყვაზე და ამ მდგომარეობაში აყენებდნენ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვი იყო მართლაც იქ აგრესიული. ბავშვი არა და მეც რომ დამამწყდიო ისეთ ადგილას, სადაც მირტყავენ და მაისურს მახევენ და საფეთქელს მარტყმევინებენ და ტუჩს მახევენ. მეც შეიძლება კი არა და ალბათ საშინელი რეაქცია გვექნება ყოველ ჩვენგანს, ხო? და ეს მინდა კარგად გაიგოს ამ ხალხმა, რომ არ არის ეს აუტიზმის ბრალი, ეს არის ცუდი მოქცევის ბრალი. იქ ნებისმიერ ბავშვს ექნებოდა ალბათ აგრესია. მაინტერესებს მშობლები როგორ რეაგირებენ ამ ფაქტს. არც ერთი მშობელი არ დამკავშირებია, ერთადერთი იყო მშობელი, რომელიც შვილზეც არის ლაპარაკი, რომ ესე სასტიკად ცემა ჩემი შვილი და ერთადერთი შეკითხვა დაუსვი ამ ქალბატონს, რომ თქვენ შეესწარით ამას, რომ თქვენმა შვილმა ცემა ჩემი შვილი და მითხრა არა, მითხრა ძიძამ თუ პედაგოგმა ეს ზუსტად არ მახსოვს და კარგით მეთქი უთხარი, იმიტომ რომ ახლა დედას უთხრეს შენმა შვილმა ცემა გაბრიელი და მე საიდან დავიწყო მტკიცება ვინ ცემა. მე ერთადერთი ეს უთხარი, როდესაც იტყვით, სადაც იტყვით, თქვით, რომ ეს თქვენ არ დაგინახიათ, მაგრამ არ თქვა ეს მშობელმა სამწუხაროდ. და დანარჩენი მშობლების რეაქცია როგორია? არავის საერთოდ ბავშვი არ უკითხია საერთოდ არავის. ალბათ მე ვფიქრობ, ესეთი ცივგულიანი ადამიანები არ არსებობენ, იმიტომ რომ 4 წლის ბავშვია ლაპარაკი და რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთი შეკითხვა მაინც უნდა დაესვათ, ბავშვი როგორ არის, მაგრამ მე იქ ბევრი მშობლისგან სითბოს გრძნობდი. რამოდენიმე მშობელი იყო, რომელიც ძალიან ეფერებოდა ბავშვს, მაგრამ იყო მშობელი, რომელიც ხელითაც შემეხოდა, აი აშკარად გამზადებული იყო, რომ
საშინლად აგრესიული იყო ჩემს მიმართ, იმიტომ რომ ვიყავი გაბრიელის დედა. სმენელია ხაზე მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ. მადლობა ნინო, რომ არსებობს თქვენი გადაცემა და მაქვს ამ გადაცემის მოსმენის და ხანდახან მონაწილეობის სურვილი არა. შესაძლებლობებით. კი, მე ვარ ლელა ჯანაშია, მშობელი, ძალიან აქტიური და რამდენჯერ გამიკეთებია გამოსვლა დედების შვილების დასაცავად, ნუ იქნები ჩუმად. მაგრამ თვითონ დედები ვპასიურობ. გუშინაც დედაენის ძეგლთან ძალიან ცოტა ადამიანები ვიყავით. ძალიან ცოტა დედა იყო გამოსული, რომლებიც ხვალ ვინ არის გარანტირებული, რომ ხვალ და მის შულს არ დაემართება ეს და მე პირიქით მინდა, ჩვენ ხო მივიღეთ უფლება, ისა კანონი, რომლის ჩვენი უფლება უნდა იყოს მე ვფიქრობ, რომ მთავრობიდან უნდა დაიწყოს. სანამ არ დაიწყება ჩვენი პატივისცემა მთავრობიდან და ხელისუფლებიდან, მანამდე საზოგადოება ვერ შეძლებს. საზოგადოებას ხოლმე შიში და ფულადი კომპენსაცია თუ შეაჩერებს. იმიტომ რომ თუ კი არ იქნება ჯარიმა, როგორც არ შეიძლება შევეხო უმცირესობის წევრს, სხვა ეთნიკურ წარმომადგენელს და ამ დროს სხვა რელიგიის წარმომადგენელს. ასე ვერ უნდა იყოს ჩვენზე. როცა ადამიანებს ეკრებათ, ჩვენ საზოგადოებას ხოლმე შიში ეკნება ხოლმე პრობლემა, რომ მის ჯიბიდან არ წავიდეს ფული. აი ხო კარგი ხება ბიზნესს რომ დააკვირდე, ვინც ეს გააკეთა. დეტალები თითქმის ვიცი და აქედან გამომდინარე გეუბნები. აი მხოლოდ აი ამ შემთხვევაში შეიძლება. აი ვინც იცის რომ მას ჯარიმას მაშინ კი მოულიან აბავშვებს. მაშინ ვერავინ ვერ შეეხება, ვერც ხმას ვერავინ არ მოიღებს. სწორედ მე ამ საზოგადოებას ვერ ვხედავ. ჯერ მარტო მართლმადიდებელ ქვეყანას მიმართავ. პატრიარქმა რომ დაუცა ჩვენი შვილები და მათ უწოდა, ასე მოიხსენია რომ საქართველოსთვის ანთებული სანთლები. როცა სანთლებს ანთებენ ჩვენი მართლმადიდებლები, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, არავის შეურაცხყოფას არ მაყენებ და ისინი არ იციან ისთვის ანთებენ ამ სანთელს. ზუსტად ისე გაბრწყინდება ჩვენი საქართველო, როგორც ამ ბავშვებს და ამ ადამიანებს უვლიან. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ ლელა და მე მაინტერესებს ანა თქვენი მოსაზრება ქალბატონმა ლელამ ბრძანა რომ ეს ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს. და ალბათ უნდა უფრო გააქტიურდეს სახელმწიფო სტრუქტურები, უნდა გააქტიურდეს მედია, იმიტომ რომ ფაქტია, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით, ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურები, მედია გააქტიურდა, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით ვერ გაიზარდა და თქვენი მოსაზრება. ძალიან დიდი მადლობა მაყურებს სმენელს ამ შეკითხვისთვის. სწორი აქცენტები იყო გაკეთებული. ნამდვილად პრობლემა იმდენად დიდია და იმდენად სისტემური ხასიათი აქვს, რომ ამას ერთი და ორი ორგანიზაცია, ისიც არასამთავრობო ან მედია საშუალებები ვერ მიხედავენ. ამის დასტური არის რა, ჯერ კიდევ როცა პირველი დოკუმენტი მიიღეს საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების მოსაწესრიგებლად, ეს ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, მაგრამ 2006 წელს მაინც გახდა საჭირო მიღებულიყო კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით. რატომ იცით? იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები სპეციფიური განსხვავებით, არსებობს სიტუაცია, სადაც სპეციფიური მიდგომაა საჭირო და ეს თუ არ იცი, შენ ზოგადი სტრატეგიები და ზოგადი ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ არ გარგებს. ანუ შენ ვერ მოუტან სარგებელს იმ ადამიანს, რომელიც შენგან განსხვავებულია, შენ უნდა იცოდეს სპეციფიკა. ამიტომ მიიღეს ესე ვთქვათ სპეციალიზებული, შეგვიძლია ვთქვათ, კონვენცია, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს იმ საჭიროებებს, რომელიც გააჩნიათ სხვადასხვა ადამიანებს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ამ კონვენციის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება არის შემდეგი. სახელმწიფო დაავალდებულა დოკუმენტმა, რომ განახორციელოს აგრესიული საინფორმაციო კამპანია. ეს ცხადია გაეროს კომიტეტში ექსპერტებმა იცოდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამას აკეთებენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ არის საკმარისი, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებში, წარმატებულ ქვეყნებში ამ მიმართულებით. ამიტომ ჩაიდო ის მუხლი, რომ მხოლოდ არასამთავრობო კი არა, შენ სახელმწიფო, შენ გაქვს ვალდებულება აწარმო ეს მიმართულება და ინფორმაცია მიაწოდო საზოგადოებას. ამაში ვგულისხმობ განათლების სისტემის, სკოლამდელი განათლების სისტემაში მეინსტრიმინგის პრინციპით შეტანას ამ საკითხების. დღეს რა ხდება? დღეს არა თუ განათლების სისტემაში რაღაც საგნების გაჩენა, არამედ აი ეს ასე ვთქვათ სკოლამდელი აღზრდა, რომელიც საბავშვო ბაღებია და კერძო საბავშვო ბაღები აბსოლუტურად სისტემის მიღმა არიან დარჩენილი. დღეს არც ერთი სახელმწიფო უწყება არ არსებობს
რომელიც აკონტროლებს თვითმმართველობის დაწესებულება, რომელიც გეტყვით რა ხდება კერძო ბაღებში. და თქვენ რას თავაზობს დაუშვათ სახელმწიფოს? უნდა შეიცვალოს კანონი დაუშვათ. ხო, ცხადია, ჯერ ერთი პირველ რიგში უნდა მე ვფიქრობ და ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ნებისმიერი დაწესებულება, ნებისმიერი ადგილი, სადაც ბავშვი იმყოფება, არასრულწლოვანი იმყოფება, უნდა დაექვემდებაროს ლიცენზიას. ნუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ ნების დართვას შენ გააკეთო ეს თუ არ გააკეთო. რადგან ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია წამყვანი ნებისმიერ დროს. მეორე ის არის, რომ ლიცენზიის დროს უნდა არსებობდეს ასევე ცხადი გამჭვირვალე სტანდარტი, რომელსაც გაეცნობა მშობელი, გაეცნობა თავად ის პირი, რომელიც აპირებს ამ მიმართულებით რაღაც ბიზნესი აკეთოს, ხო? ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მან უნდა დააკმაყოფილოს ელემენტარული საბაზისო მოთხოვნები, რომელიც შემდგომ მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს. და ამ შემთხვევაში ნებისმიერი ვერ გახსნის სკოლას და ნებისმიერი ვერ გახსნის, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს, ის ვერ გახსნის და ეს ნიშნავს იმას, რომ მე სკოლის, ესე ვთქვა, ბაღის უნახავადაც კი იმეცოდინება და ახლობით იქ რა შეიძლება ხდებოდეს. ეხლა მეორე თემა, ვთქვა, პირობითად სახელმწიფო აკონტროლებს საჯარო ბაღებს, მაგრამ რა ხდება იქ? იქაც სიტუაცია არ არის განსხვავებული, პოზიტიურად განსხვავებული არ არის. აქ უკვე უნდა მაგრამ სტანდარტი, რაზეც ვლაპარაკობ, არც საჯარო ბაღებში არ არსებობს. და მონიტორინგი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან სწრაფად ვიტყვი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია ითვალისწინებს იმპლემენტაციის ორგანოს, რომელიც გაატარებს კონვენციის დებულებებს ქვეყანაში და მეორე მონიტორინგის ორგანოს. ორივე უნდა დასახელებული იყო დღემდე, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი ორგანო არ არის დასახელებული. 2 წლის თავზე კი სახელმწიფოს მოუწევს ანგარიშგება გაეროს კომიტეტში, სადაც აი ესეთი ფაქტები სახელმწიფოს წინააღმდეგ იმუშავებენ. ასე რომ ეს იმდენად სისტემური პრობლემაა და იმდენად პრიორიტეტული უნდა იყოს ქვეყნისთვის, რომ არა მარტო ბაღის დონეზე გადასაწყვეტი, არამედ აი დღეს მაგალითად ვფიქრობ, რომ მინისტრები უნდა ისხდნენ და ამ თემას უნდა არჩევდნენ. და არა მხოლოდ ჩვენ მედია და მშობლები საუბრობდეთ ამ საკითხზე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და არ დაგვაუწყდეს რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჩვენი შვილები არიან და ვიზრუნოთ მათზე. დიდი მადლობა დროებით. მადლობთ. უყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და უთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.